დავბრუნდით ისევ ჰოლში და ამდერებნით. შეგვიძლია დავათვალიეროთ დანარჩენი ოთახები. კედლების ფერი არის სალათისფერი შემოსასვლელში, ხოლო პირდაპირ არის დეკორატიული, ძალიან ორიგინალური შპალერი ჩადგმული. როგორც ვთქვით, ხელმარჯვნივ არის სველი წერტილები, ბინაში საერთოდ არის ორი სველი წერტილი. აქ არის კუთხის აკრილის აბაზანა და ხელსაბანი, კარატა ხელსაბანი თავის სარკით, ხოლო ხელმარცხნივ არის ჩადგმული სარეცხი მანქანა, ისე რომ არც ჩანს. აქ არის უკვე მეორე საძინებელი, იზოლირებული აბსოლუტურად, ძალიან მყუდრო, რომელსაც აქვს თავისი სველი წერტილები, თავისი აივანი, კაბინეტის კუთხე. როგორც ვთქვით, საერთო ფართი არის 90 კვადრატული, ჭერის სიმაღლე არის 3 მეტრი და 30 სანტიმეტრი. აქ არის მუქი ლურჯი შპალერი ვერცხლის ფერთან გაწყობილი და საწოლთან არის დეკორატიული შპალერი ჩადგმული. და როგორც ვთქვით, ამ ოთახს აქვს თავისი სველი წერტილები, აქ არის კუთხის დუშკაბინა და ხელსაბანი. ძირს დაგებულია იგივე გრანიტის ფილები, ჭერამდე არის მოლურჯო ფერებში ასევე კაფელი მეტლახი და კუთხის საშხაპეა დადგმული თავისი მასაჟორებით და არის მრავალფუნქციური ეს დუშკაბინა. აქ არის სამუშაო კუთხე, ამ დროს იქნება საბავშვო ოთახი, მაშინ უკვე სამოცადინა კუთხე. და ეს არის აივანი. აივანზე არის საკმაოდ დიდი სათავსო. აქ უკვე შეიძლება ყველაფრის მოთავსება, შენახვა. და აქვეა დამონტაჟებული გათბობის ქვაბი. ქვაბი არის იტალიური წარმოების. ამ ოთახის დიზაინი იდეალურია საძინებლისთვის. აქ არის ძალიან ისეთი მყუდრო ოთახი. და ნახოთ უკვე საერთო ოთახი, სადაც არის ეს არის სტუდიოს ტიპის ოთახი. აქ არის მოწყობილი მოსასვენებელი კუთხე. ხოლო წინ არის გახსნილი სამზარეულო და სასადილო კუთხე. მარჯვენა კედელზე ჩამონტაჟებულია სამზარეულო.
ცალკე კარადაში ჩამონტაჟებულია საკმაოდ ძვირფასი გაზის ღუმელი. ფანჯრები იყურება ეზოს მხარეს, საკმაოდ წყნარი მხარეა, ეს არის სასადილო კუთხე, ასევე დეკორატიული თაროებითა და განათებებით. ბინაში არის დამონტაჟებული ზამთარზაფხულის კონდიციონერი, კარფანჯარა არის მეტალოპლასმასის და აქ არის უკვე ფრანგული აივანი. იატაკიდან ჭერამდე არის მეტალოპლასმასის ორმაგი მინია პაკეტის ვიტრაჟი. და აქვს გერმანული მექანიზმი და გადასაგორებელი ასეთი ფანჯარა პირდაპირ შეიძლება არა გამოღება, არამედ გადაგორება ამ ფანჯრის.